აქედან გამომდინარე ადამიანი ხდება მსგავს რაღაცაზე დამოკიდებული. ანუ სხეული ეჩვევა, გადაეჩვევა, როგორც მიეჩვია ნარკოტიკის მიღებას, ისე გადაეჩვევა აი ამ ბუნებრივი ნივთიერების გამომუშავებას ორგანიზმში და შესაბამისად მას სჭირდება ხელოვნური ნივთიერება გარედან. ამიტომაც ხდებიან მე ადამიანები დამოკიდებულები იქით რაღაცეებზე. ხო, მე საიდან ვიცი, თქვენ წარმოიდგინეთ საკმაოდ კარგად ვსწავლობდი ბიოლოგიას სკოლაში. კიდე კაი ამას სკოლაში ასწავლიან, თუმცა ბავშვები ამას რამდენად იგებენ და იაზრებენ, ეს კიდე ცალკე ამბავია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომ მე იცი რა იქ რაღაცას რო ყვებიან ეგრე არ არის და ინდივიდუალურია და ყველა რომ მაინც ცდილობს, რომ იცი რა მე არ გავხდები დამოკიდებული და მაინც რეალურად რო ეგრე ხდება რა, ანუ რატო აკეთებ საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტს შეკაიკაცო თუ ეგეთი მაგარი ხარ რაღა ნარკოტიკებს ებრძვი და რაღა ნარკოტიკები მიგაქ შენ სხეულზე რამე ისეთი გააკეთე რამე შექმენი და ლოცვილო იმუშავე რა ვიცი ფიზიკურად დაიტვირთი აბა თუ ეგეთი მაგარი ხარ რა ვიცი ცნაურია ეს ხალხი სხვათა შორის ძალიან კარგი ფილმია ლევან კოღოაშვილის გადაღებული კუჩის დღეები ნახეთ აუცილებლად აი ამ თემასთან დაკავშირებით ხო, ემოციური მიჯაჭვობაც დაახლოებით იგივე არის, ანუ ჩვენ რეალურად ვეჯაჭვებით იმ ემოციებს, რომელიც ამ ადამიანთან გვაკავშირებს და რეალურად შენ ამ ადამიანს დაშორდები თუ არა და მისგან წახვალ თუ არა, ეგ დიდად არაფერს არ შეცვლის რა. უკეთესია თუ დისტანციაზე იქნები, მაგრამ რეალურად რომ წახვიდე, შენი ილუზიები მაინც შეგაწუხებს, ხო, იმიტომ რომ ჩვენ როგორც არ უნდა იდეალური ურთიერთობა გქონდეს ცხოვრებაში ადამიანთან ფანტაზიაში კიდე სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, რატო? იმიტომ რომ ზოგადად გონება ესეთია რა. თან გონება როგორი რაღაცა ისიც ჩვენი ტვერი ყოველთვის გაგვატყუებს. მაგალითად ადამიანი როცა ფიქრობს, არ აქვს მშვობა, კარგზე ფიქრობს უწოდათ, მაინც ამ ყოველთვის ტვინი აღიქვამს რეალობად. შესაბამისად, შენ როდესაც ფანტაზიაში ყავს ვიღაც დადებითად განწყობილი მიუხედავად რომ შენ მას საერთოდ არ შეხვედრი ხარ ცხოვრებაში შეიძლება ხო ახლა მაგალითად ყავს საყვარელი რა ვიცი მომღერლები ფეხბურთელები მსახიობები ხო ანუ მიუხედავად რომ არადროს არ შეხვედრი ხარ არ გაგიცნია მასთან არ ქონია ემოციური კავშირი რაღაცად მაინც თითქოს დადებითი თვისება და რაღაცა დადებითი თვისებებით ხარ როგორ ვთქვა დადებითად ხარ განწყობილი რა და მასში მხოლოდ დადებითს ეძებ და პოულობ ხოლო როდესაც ეს რეალურ ადამიანზეა საუბარი ეს უფრო მტკივნეულია იმიტომ რომ რეალურად შენი რეალობა და შენი ილუზია ებრძვიან ერთმანეთს ანუ ის რაც რეალურად ხდება და რაც შენს ტვინშია